ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაადრევადაც მოვემზადეთ, ასე ვთქვათ, ამ გრიპის სეზონისთვის ასე შეგვიძლია ვთქვათ, მთლიანად მარაგი, რომელიც საჭირო იქნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუნიზაციის საწარმოებლად, სრულად არის იმპორტირებული საქართველოში, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის. მაგალითად, შვეიცარიაში გამოყენებული ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და მეორეს მხრივ აბსოლუტურად ეფექტიანი საიმისოდ, რომ სრულფასოვნად დაიცვას ადამიანი გრიპისგან. განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ეს შეიძლება რაღაცა განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყოს სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის ეს არის გარკვეული დაავადების მატარებლობა, ეს შეიძლება იყოს თქვათ ასაკი, შეიძლება იყოს ორსულობა და სხვადასხვა, იმისთვის რომ ისინი დაცული იყვნენ გრიპისგან და შესაბამისი შესაძლო გართულებებისგან, ამისთვის რეკომენდირებულია, რომ თითოეულმა მათგანმა მიმართოს იმუნიზაციის ცენტრებს და ჩაიტაროს აცრა. ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, საქართველოში შემოტანილია ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი ვაქცინა ვაქსიგრიპი, ეს არის სანოფის წარმოების მაღალი ხარისხის ეფექტური ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მათ შორის ევროპის ქვეყნებში, შვეიცარიაში, პოლონეთში და სხვა. ვაქცინა მორგებული არის მიმდინარე სეზონზე მოცირკული შტამებზე და ის გათვალისწინებული არის ჯანმოს რეკომენდებული ვაქცინების სიაში. ეს არის სრულად უსაფრთხო და მაღალი ეფექტურობის. საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და ის არის სრულად უფასო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ბენეფიციარებს ვაქცინაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს რეგისტრაციის მიხედვით, სერვისის მიმწოდებლების სია ასევე გამოქვეყნებული იქნება დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება მათთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინა ჩაიტარონ განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ჯგუფებმა, რომლებშიც შეიძლება გრიპის დაავადება გართულებებით წავიდეს. ესეთი ჯგუფები არის ორსულები, ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, იმუნოკომპრომეტირებული პირები და სხვა.